და უკვე ერთ საათზე მეტია რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. კურიერის რამდენიმე გადამღები ჯგუფი მუშაობს მთავარ გამზირზე. ახლა ჩვენ თამარ თათარაშვილს ჩავრთავთ პირდაპირ ეთერში. თამარ, საღამო მშვიდობისა, მოგვიყევი რა ხდება რუსთაველის გამზირზე, როგორ მიმდინარეობს აქცია. მშვიდობის ავთო სანდრო, ამ წუთებში სიტყვით გამოსვლები არის უკვე დასრულებული, ცოტა ხნის წინ ჟღერდა სხვადასხვა შინაარსის მუსიკა. მანამდე კი ტრიბუნას პარლამენტის წინ სპეციალურად მოწყობილ სცენაზე იკავებდა სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც მის სიტყვით გამოსვლაში კვლავ ისაუბრა ერთიანობის მნიშვნელობაზე. დაახლოებით 9 საათზე გადაიკეტა დედაქალაქის მთავარი გამზირი, 1500-მდე ადამიანმა მოიყარა თავი პარლამენტის წინ და დაიწყო უკვე სიტყვით გამოსვლები. ამ საპროტესტო აქციას უერთდებოდნენ დღეს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორი, მათი მხარდამჭერები, რომლებსაც ჩვენ ვესაუბრეთ აქციის დაწყებამდე. ამ შემთხვევაში ოპოზიციონერები კვლავ აპელირებენ რამდენიმე მოთხოვნაზე. ერთი ეს არის იმ პირების გათავისუფლება, რომლებიც არიან დაკავებულები. ამის მიზეზი კი არის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებობა, საუბარი არის კოლეგა ოპოზიციონერებზე, ხოლო მეორე მოთხოვნა ეს არის იმ პირების გათავისუფლება, რომლებიც ნოემბერში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დააკავეს. კიდევ ერთი მოთხოვნა, რაც მუდმივად ჟღერდება ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან, ეს არის ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, რადგან ისინი არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს. დღეს საპროტესტო აქცია დაიწყო 9 საათზე, როგორც აღნიშნეთ, სალომე ზურაბიშვილმა მიაღწია შეკრებილ ადამიანებს და მათ შორის აქ იმყოფებოდა ელენე ხოშტარია ტრიბუნაზე, რომელიც დაიწყო რამდენიმე დღის პროტესტის ნიშნად შიმშილობა. დღეს კი გააჟღერა უკვე მოთხოვნა, რომ ის შეწყვეტს ამ შიმშილობას, თუკი ოპოზიციაში იქნება ერთიანობა და ისინი შეჯერდებიან ერთ აზრზე და არ მიიღებენ მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებზე. აქციაზე მოსულმა კოლეგა ოპოზიციონერებმა უპასუხეს დღეს თავად ელენე ხოშტარიას, მათ შორის იყო პარტია ლელო, რომელმაც აპირებს და რომელმაც დაიწყო მზადება თვითმმართველობის არჩევნებზე. თავის მხრივ ამ პარტიიდან ელენე ხოშტარიას სტრატეგიაც კი დაუწევს. ყოველი დღე და ის აქცია, რომელიც რუსთაველზე ყოველდღიურად იმართება, არის მტკიცე და უწყვეტი პროტესტის მაგალითი და ჩვენ საქართველოს მოქალაქეები საპროტესტო ნაწილი საზოგადოებისა აჩვენებს სიმტკიცეს ქართულ ოცნებას. ძალიან რთული და მძიმე ნაბიჯი გადადგა ელენე ხოშტარიამ და გედი ფოფხაძემ და ასევე იმ სამოქალაქო აქტივისტებმა, ვინც ამ პირობაში თანაზიარი არიან ელენე ხოშტარიასთან მიმართ. დიახ, მნიშვნელოვანია, რომ ერთიანობა პროტესტში, ერთიანობა წინააღმდეგობაში და ერთიანობა ართანამშრომლობაში ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ წევრებს ჰქონდეს. შიხიდან გამოსავალი არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი. ეს არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და რასაკვირველია ხელახალი არჩევნები. დღეს შევიკრიბეთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ პოლიტპატიმრებს გამოუცხადოთ სოლიდარობა და თქვა ჩვენი პოზიცია. პოლიტპატიმრების თავისუფლება არის უმნიშვნელოვანესი რამ, რისთვისაც გავაგრძელებთ ბრძოლას. სოლიდარობას უცხადებთ ელენე ხოშტარიას, ადამიანურად ის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურაა ჩვენთვის, პერსონალურადაც მათ შორის. თუმცა მგონია, რომ ის უნდა შევარჩიოთ ყველამ ისეთი პოლიტიკური სტრატეგია, რომელთაც არათუ საკუთარ ჯანმრთელობას, არამედ ბიძინა ივანიშვილს დავაზიანებთ. ოპოზიციური პარტიებმა დღევანდელი აქცია რუსთაველზე საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრება დაახლოებით 1 კვირის წინ დაანონსეს. მათ შორის იყო დღეს მსვლელობა მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორიიდან, უკვე 8 საათზე კი ოპოზიციონერმა ლიდერებმა და მათმა მხარდამჭერებმა თავი მოიყარეს პარლამენტის წინ. მადლობა თამარ, ეს იყო თამარ თათარაშვილი, რომელიც საპროტესტო აქციიდან საუბრობდა კურიერი პიესის პირდაპირ ეთერში.